გაგაცკარები ორის კამი მაქვს სახში. აი მაგალითად ჩემთან ოჯახში შემოვარდა წყალი უზარმაზარი, შემოანტრია ფანჯარა, გაანგრია კარები და გაიტანა ოჯახში თუ რამე მქონდა ჩემი ცხოვრების მანძილზე. შეძენით ფულად დახმარებას მოვითხოვთ, აბარას მოვითხოვთ. დაზარალებულების განცხადებით 2 წლის განმავლობაში როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ მათი პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება. წინა ხელისუფლებამ მათ პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგა, მაგრამ ზოგიერთი სახლი ისეა დაზიანებული, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია. მოგცეს ეს თუბლები მარტო მე მომივიდა. არ დადაგების დროს, ერთკვირიანი არ დადაგების დროს ყოველდღე ვუჩვენებდით ფილმებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმების უმრავლესობა უკვე ბევრს ჰქონდა ნანახი, ქართული ფილმებისა ნატრის ხე მონანიება, ჩავთვალეთ საჭიროდ მათ ჩვენება, იმიტომ რომ არ ვიცი, უდიდესი აზრიდებს ამ ფილმებში, უდიდესი შედევრია ჩვენი საზოგადოებისთვის და როგორც მოსალოდნელი იყო, სტუდენტების უმრავლესობა ყოველთვის დარბაზი ივსება სტუდენტებით და ამ შემთხვევაშიც გაიმართა მსჯელობა განსაკუთრებით ქართული ფილმების შემდეგ და ძალიან საინტერესო იყო და რასაც მოველოდით მივიღეთ, რომ ძალიან ბევრი სტუდენტი აქტიურად ჩაერთო. და უფრო მეტია დებატებში, ანუ რისთვის იქნება კინოკლუბი იქნება იმისთვის, რომ ხელოვნების ერთ-ერთი ნაწილი შემოვიდეს უნივერსიტეტში, რაც არ არსებობდა. მე მგონი, კარგი რამ მოგვაფიქრდა და კარგი რამ დაფუძნდა სასარგებლო იქნება თითოეული სტუდენტისთვის. ძალიან კარგი რომ აიტაცეს ეს ჩვენი იდეა. დარბაზში კინოს ყურება სტუდენტებთან ერთად და შემდეგ ისეთი ფილმების ნახვა, რომელიც საკაცობრიო თემებს ეხება და ამ საკაცობრიო თემებზე მსჯელობს თავისუფალი სტუდენტი და კარგი შესახედია და ყველაფერი კარგი დასანახია, რომ სტუდენტი აქტიურობს და იმის ნაცვლად, რომ შეიძლება ის ყოფილი იყოს სახლში ან სხვაგან მოსული არის დღეს ფილმს უყურებს ხებთან ერთად და გემოვნებაც იხვეწება თავისთავად კინოგენში. ჩვენიან უფრო მეტ აქტიურობას, ჩვენიან მსჯელობას პუბლიკის გამოყოფს, ხო? რა თქმა უნდა. კრიტიკულ აზროვნების აზრებს უზიარებთ ერთმანეთს, შეხედულებებს. საფასებს არა კინომოყრული, არამედ კინოკრიტიკოსი. უნდა შევეჩვიოთ იმის კრიტიკას, რაც არ მოგწონს ჩვენ საზოგადოებაში და აი თავარი საფუძველი ჩემი აზრით იყო ჯორჯ ორუელის 1984. კინოკრიტიკოსების აზრთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანი თქვენი საკუთარი აზრები არ არის? რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომ გამოთქვათ ჩვენ აზრს, დიახ. როგორც კინოკრიტიკოსი ისე უნდა უყურებდნენ ფილმს, ეგ აღნიშნე თორე. აჰა, გასაგები. მე მეგონა თითქოს და კინოკრიტიკოსიც ესწრებოდა ფილმის ჩვენებას. არა, თუმცა ასევე დაგეგმილი გვაქვს რომ ჩამოვიყვანოთ რამოდენიმე მსახიობის თბილისიდან, შეხება ჰქონდა რამოდენიმე უნივერსიტეტის წარმომადგენლობასთან, რომლებთაც უკვე თავიანთ უნივერსიტეტში მიწვეული ყავდათ. მინდა გოგი გვახარიას ჩამოყვანა ასე უნივერსიტეტში და მისი ნებით და აი მისი რჩევით გავუშვათ, თქვათ, მოვაწყოთ კინოკვირეული და ერთი კვირის მანძილზე მოხდეს უფრო მეტად ნათელი და უფრო მეტად გასაგები გარჩევა ამ კინოებისა და მთავარი აზრისა. თქვენ პირადად, აი თქვენ ორი წევრი ამ ორგანიზაციისა, როგორ ფიქრობთ, თქვენი პოლიტიკური მსოფლმხედველობა როგორი არის, მემარჯვენე თუ მემარცხენე? უფრო სოციალისტები ხართ თუ ასე ვთქვათ, უფრო მემარჯვენეები? თუ ამაზე ჯერა მემარცხენეები, უნივერსიტეტის პირობებში მემარცხენეები. თქვენი? რა ვიცი. და რა მინდა კითხოთ, იცი, ონესე, ჩემთვის პირადად სამწუხაროდ, იმიტომ რომ მე ულტრამემარჯვენე ფილოსოფიური და პოლიტიკური შეხედულებების ადამიანი ვარ და რამ განაპირობა ის, რომ ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტობა ძალზე მემარცხენე ფილოსოფიური და პოლიტიკური იდეების მომხრე არის. ანუ სოციალისტური მიმართულება. სტუდენტები ინიციატივებით ხოლმე, იმიტომ რომ უმრავლესობა, როგორც იცით, არცეთ მხარეს არ უჭერს მხარს, არ არიან საერთოდ ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, ჩვენ დასამძოხაროდ. მემარცხენეობა განაპირობა რომ არის რაღაც მენტალიტეტი ქუთაისში, რომ სტუდენტს არ უნდა თქვა ჩააბაროს ქუთაისში და უფრო მეტად უნდა წავიდეს თბილისში, თუმცა აი შეფასებებს ძალიან ბრმად აკეთებს
მაგრამ იმის ფონზე რომ ძალიან დიდ ბევრი ხმა დადის რომ შეფასებები იმის შესახებ რომ თქვა თბილისში უფრო მეტი უკეთესი სწავლა არის ვიდრე ქუთაისში არა და ძალიან კარგი პროფესორები ყავს ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს ქუთაისის უნივერსიტეტს შესაძლებლობა მასში ჩვენი წარსული ცხოვრებაც გვიწევს ხელს რომ უკეთესი პირობების შექმნათ რომ აქ ისწავლონ და ქუთაისელ ახალგაზრდას არ გაუჩინეს სურვილი რომ ოდესღაც ან თბილისში ან უცხოეთში ჩააბაროს და ჩემი აზრით მალევე იქნება შესაძლებელი ეს ქუთაისში. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელშეწყობით. პირველ რიგში სტუდენტებმა უნდა წამოვაყენოთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს და მივაწოდოთ ადმინისტრაციას და ჩვენ უნივერსიტეტს ზოგადად უნდა თვითმმართველობას. ჩვენს გჭირდება, ვინ თუ არ მოიღებ ხმას და არ იტყვი რაღაც გჭირდება, არც არავინ მოგცემს იმას. აი რა პრობლემები არის თქვენის აზრით ერთი შეხედვით უნივერსიტეტში, რომელიც სასწრაფო მოგვარებას მოითხოვს, ანუ ძალზე პრიორიტეტული პრობლემები, რომელზედაც თქვენ გიფიქრიათ და რომელზედაც თქვენ მიგიმართათ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისათვის, რომ ეს პრობლემი სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. პირველ რიგში სწავლების დონე, რა თქმა უნდა. სწავლების დონე კიდე? რა ვიცი, სხვა ბიბლიოთეკის პრობლემა. ნუ ძირითადად უნივერსიტეტი ემსახურება იმას, რომ სწავლის ხარისხი იყოს მაღალი და ანუ ყველაფერი სწავლას არის დაკავშირებული, თუნდაც ბიბლიოთეკა, თუნდაც ტექნიკური მხარე უნივერსიტეტში აუდიტორიები დიახ შესაბამისად უნდა იყოს მოწყობილი და ასე შემდეგ. ლექტორების მხრიდან შესაბამის კვალიფიკაცია. ძირითადი მიზანი არის სწავლების ხარისხის აწევა და ეს სხვადასხვა მხრივ არის ერთი პრობლემაც რომ უზრუნველყოფილი არ არის ბიბლიოთეკების ისეთი წიგნებით რომელსაც უშუალოდ მოიხმარს სტუდენტი. არის პრობლემა იმისა, რომ ყოველ სართულზე დგას ქსეროქსი და ქსეროქსი მუდრად ფუნქციონირებადია აი ჩვენი სტუდენტების ხარჯზე. სამწუხაროდ ეს დიდ ფინანსებსაც მოითხოვს, გამოცდა სტუდენტს აქვს სემესტრში 18 გამოცდა, შესაბამისად არ არსებობს საგნების უმრავლესობაში არ არსებობს წიგნი, რომელსაც სტუდენტი ბიბლიოთეკიდან მიიღებს და უწევს ერთ სემესტრში ერთი წიგნის გადაქსეროქსება. და შესაბამისად სწავლობს 6 საგანს. ამიტომ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და შესაძლებელია ბიბლიოთეკის წიგნებით მომარაგება, ისეთი ღონისძიებების დაგეგმვა, თავარია დაგეგმო რამე რომ მიიღოს სანაცვლოდ. სხვათა შორის მინდა აქვე ვთქვა, ჩემი პატარა გულისწყიველი ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელზედაც თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები წესრებოდნენ, გამოითქვა მოსაზრება და გარკვეული გულისწყიველი ერთ-ერთი სტუდენტის მხრიდან, რომ ყურანი არ არის საჭირო რაოდენობით. მე საკმაოდ მალე მოკლე დროში შევძელი ის, რომ თქვენი უნივერსიტეტის ვიშოვე 20 ეგზემპლარი ყურანის და მინდოდა გადმოცემა მომხდარიყო ერთ-ერთი ბათუმელი მუსულმანი სასულიერო ლიდერის ხელით თქვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის ასე ვთქვათ საჯაროდ გარკვეული შეხვედრის ორგანიზებით, მაგრამ სამწუხაროდ შემდეგ სტუდენტების მხრიდან იმ სტუდენტებმა, რომლებმაც დიდი პრეტენზია გააცხადეს იმ შეხვედრაზე, რომ ყურანი ერთადერთი ძალია და ამიტომ ხელი არ მეგვიწვდება, რომ ვისწავლოთ, ძალიან დიდი ინერტულობა დავინახე და არანაირი ინიციატივა, რომ გადაცემა მოხდეს ამ 20 ცალი ყურანის თქვენს უნივერსიტეტზე და ჩემი თხოვნა იქნება მიაწოდოთ თქვენს მეგობრებს, ჩემი თხოვნა, რომ ყურანი არის, ხო და გადასაცემად მზად არის და ვის უნდა მიუტანოთ და როდის უნდა მიუტანოთ, რომ ამის ორგანიზება შეგვიძლია. და მე ვფიქრობ, ჩვენ შევეცდებით ზოგნავად დაგეხმარებით, მე პირადად არ მახსოვს იმ ადამიანების, არ ვიცნობ იმ ადამიანებს და არ მახსოვს და როგორ ფიქრობთ აი მაგალითად, რომ მოვიდეს მუსულმანი სასულიერო ლიდერი უნივერსიტეტში, გაგაცნოთ მუსულმანობის ისტორია საქართველოში, თუ რა მდგომარეობაა დღეობით ქართველ მუსულმანებში რა პრობლემები აქვს, რა რითი ცხოვრობენ, რა ტკივათ, რას ფიქრობენ, რა გეგმები აქვს, სად არიან განთავსებულები, ამის შესახებ ინფორმაცია არ გინდათ? თუ არ თვლით საჭიროდ, რომ ეს ინფორმაცია სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ? რომ შეხვედრა მოხდეს. ჩემი ვარაუდით, განწყობა მაინც უარყოფითი იქნება სტუდენტების მხრიდან. და რატომ? ალბათ აი რელიგიური განსხვავების გამო. რატომ მუსულმანი ქართველი არასრულფასოვანი მოქალაქეა? ხო, ეგ ფასოვნებას და ღირებულებას არა. თვლით თუ არა, რომ ეს თუმცა საჭირო არის ყველაფრის შესახებ უნდა ქონდეს ჩემი აზრით ინფორმაცია. და თქვენ როგორ ფიქრობთ ეს ასე ვთქვათ სტატუს კო, როდესაც სტუდენტები აცხადებენ ასეთ უარყოფით გავლენას საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომელსაც აქვს არატრადიციული, თუმცა არა ნორმალური მოვლენა და ნორმალური რა თქმა უნდა არა. გარემო არის თქვენი აზრით? ჩემი აზრით არა. ამ საკითხს
ცოტა მეტი ყურადღების გამოჩენა და ამხრივ გამახვილება და უფრო მეტი სამუშაო არის თუ არა. ჩვენი ისტორიასთან დამოკიდებულებით შესაბამისად შეიძლება ორყოფითი დამოკიდებულება ქონდეს, თუმცა აი ისტორიკოსებს, ვისაც ეგ საქმე აინტერესებთ, არ მგონია რომ უარყოფით დამოკიდებულება შეექმნათ. აქაც ისტორია არაფერ შუაში, უბრალოდ დღევანდელი ცივილური სამყაროსთან საქართველოს თანხმედრის პრობლემა არის. ანუ თუ ჩვენ ვლაპარაკობ დემოკრატიულ ლიბერალურ ღირებულებებზე, აქ ადამიანების გარჩევა სემინარი რომ ჩატარდეს, არა უბრალოდ გაცნობის სახით რომ მოვიდეს. აი რა უნდა გაიცნოს თქვა ქართულმა სტუდენტმა. თუნდაც ის რომ აი როგორ ცხოვრობენ დღეს საქართველოში ქართველი მუსლიმები, რამდენი არიან, როგორია მათი ცხოვრების წესი, რა ტრადიციები აქვთ, რამე განსხვავებული ან მსგავსი, რა აკავშირებთ, რა აშორებს მართლმადიდებლობასთან, სად არიან განთავსებულები, ამის შესახებ თვლით რომ არ არის საჭირო ამ ინფორმაციის მიწოდება, ხო? კი, რატომაც არა. არსებობს შეიძლება ხალხი, რომელიც აინტერესებულია ანალოგიურად. მაშინ ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ შეხვედრის ორგანიზებაში მომეხმაროთ. ინიციატივა სტუდენტებიდან მოდიოდა, ჩემი ინიციატივა პირადად არ ყოფილა. ეხლა რაც შეეხება ქუთაისში პარლამენტის დატოვება არ დატოვებისაგიც, მაინტერესებს თქვენი ორგანიზაციას თუ არ უმსჯელია და არა გაქვთ რამე ასეთი ჩამოყალიბებული აზრი, აი პირადად თქვენი აზრი. თქვენ თვლით თუ არა რომ თქვენ უნდა ისაუბროთ ამ თემაზე, ან უნდა იყოთ ჩართული ამ საკითხზე. თვლით თუ არა რომ უნდა დარჩეს, ან თვლით რომ უნდა გადავიდეს და შესაბამისად რაიმე ქმედებებს ხომ არ გეგმავთ, ან ხომ არ გაგიხორციელებიათ? მე ვთვლი რომ ორივე შემთხვევაში რაც არ უნდა თქვა, ვიღაც მაინც შეეცდება რომ რაღაც იარლიყი მომარტას, ამიტომ მაინც თავში ვიკავებ მაგ თემაზე საუბრით. ვერ ხედავ აუცილებლობას იმისა, რომ ქუთაისში დარჩეს, მაგრამ ვერც იმის აუცილებლობას ვერ ხედავ, გადავიდეს თბილისში, ამიტომ ყოველთვის თავს ვიკავებ ანალოგიურ განცხადებებს. თქვენი სამომავლო გეგმების, ორგანიზაციის სამომავლო გეგმების შესახებ რა შეგიძლიათ გითხრათ? ნუ ახლოს მომავალში ხვალ 3 საათზე არის M-პორტალი მუსიკალური კონკურსი არის დაგეგმილი, გაიმართება. დარეგისტრირებული არის რამდენიმე გუნდი, ძალიან საინტერესო კონკურსი იქნება. სპონსორი ჩვენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დაგვეხმარა, გამოგვიყო ოთახი. დიდი მადლობა მათ, ასევე დიდი მადლობა Beelines, რომ გამოგვიყო თანხა და დაგვაფინანსა, რათა საჩუქრები მიგვეცა ჩვენი კონკურსის გამარჯვებულებისთვის. ველოდებით ასევე სტუმრებს, რომლებიც დაესწრებიან ჩვენ კონკურსს. სასულიერო სტუმრებს და ასევე საზოგადო მოღვაწეებს. დღესდღეობით ძალიან ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. თუმცა სახელს და კვარს არ დავასახლეთ, ვინაიდან რაღაც შემთხვევებში აღმოჩნდა პლაგიატის მცირე ფორმები უნივერსიტეტში და განმოიღეს ჩვენ. რაღაც პრობლემა. კიდევ რა ღონისძიებებს გეგმავთ? უახლოეს მომავალში დაახლოებით მარტის დასაწყისისთვის, ნუ ჩვენ რამოდენიმე ადამიანთან გვაქვს უკვე მოლაპარაკებები დასრულებული, თუმცა სამწუხაროდ იმის გამო, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია თანხები, შიდა რესურსები არ გაგვაჩნია და სწორედ ამიტომ თანხების მოძიება გვიწევს, ამას დაკავშირებით პრობლემები გვექნება. მოლაპარაკებები დასრულებულია, თუმცა ჯერჯერობით ვეძებთ თანხებს. ერთ-ერთ პიროვნებასთან უკვე მარტის დასაწყისისთვის აპირებს ჩამოსვლა ჩვენს უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია. ასევე როგორც ახსენა უნისემ გოგი გვახარიასთან სურვილი გვაქვს კინოკლუბთან დაკავშირებით და ასე სხვადასხვა პიროვნებებთან. გეგმავს თუ არა თქვენი ორგანიზაცია საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელის მოლაპარაკების პროცესში ვარ და დიდი ალბათობით ალბათ კი. ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა, დიდი მადლობა მინდა გითხრათ სტუდიაში მომგზავრებისთვის, ასევე ჩვენს რადიო მსმენელს, რომ გვისმენდნენ ამ რადიო გადაცემას ყურადღებით. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე.